მოგესალმებით, მეგობრებო. პატარა ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ ახლა იუპიტერზე. წინა ვიდეოში ყველა პლანეტას ნენელა მივყვები. ნიშნებში როგორ არის მაგალითად. თვითონ რა არის პლანეტარული ენერგია, ოღონდ არა შაბლონებით, ხო იქ რაც წერია და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. იმის მიღმა ვცდილობ უფრო პრაქტიკული რჩევებიც მოგცეთ, პრაქტიკულად დაგანახოთ, როგორ მუშაობს პლანეტები. ჩვენ რუკაზე რა შეგვიძლია უფრო ღრმად ვნახოთ, მაგალითად სიღრმისეულად დავინახოთ პლანეტების ენერგია, რეალურად როგორ შეგვიძლია დამუშავებაც ამ პლანეტებს თუ არსი არ გვესმის და თუ ამ არსიდან არ ჩავიხედავთ ჩვენ უკვე ჩვენს ფსიქიკაში, ჩვენს ქცევებში, ჩვენს დამოკიდებულებებში, რა არის ასტროლოგია, ხო? ხა ძველი ასტროლოგია ცოტა ხომ უნდა გავაფართოვო ისე იუპიტერიანულად თემა, მაგრამ ხანერთ არ გამოდის. თუ არის ახლა მაგალითად სწავლის დროს, როცა სწავლობენ ასტროლოგიას, ან თვითონ აინტერესებთ, რომ უი აქ წარმატება მაქვს, უი აქ შეზღუდვები მაქვს. აი ესეთი სახის ასტროლოგია არის ძველი ასტროლოგია, ნუ მე ვამბობ ამ სიტყვებით გამოვხატავ ხოლმე ძველი ასტროლოგია, რატომ? იმიტომ რომ ეს არის უკვე კოგნიტური ინფორმაცია, რომ უბრალოდ აი ესე შაბლონურად მუშაობს ეს ასპექტი და მოკლედ სხვა შესაძლებლობა არ მაქვს, რომ ჩავიხედე ჩემ თავში. რადგანაც ახლა ჩემი განხრა უფრო პიროვნული განვითარების ასტროლოგია არის, ფსიქოლოგიური განვითარება ადამიანის ასტროლოგიის დახმარებით, ჩემი ინტერესი ეს იყო ყოველთვის, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკული, ანუ გამოყენებადი, ყველაზე პრაქტიკული გამოყენებადი ასტროლოგია ეს თანამედროვე ასტროლოგია არის, ხო, ასტროფსიქოლოგია და პიროვნული განვითარების ასტროლოგია. შესაბამისად, მე ვცდილობ ყველა ვიდეოებში რომ უფრო გაგაცნობიერებინოთ პლანეტები, ვიდრე უბრალოდ შაბლონები გადმოგცეთ, რომ აი ამას მართავს იუპიტერი, ესე შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამ სფეროში წადით, ამ სფეროში არ წამოხვიდეთ. ეს არის შემდგომი კიდევ დამატებითი, მაგრამ არა წამყვანი ინფორმაცია, ხო? სანამ გადავალ თვითონ ნიშნებზე და შეიძლება მეორე ვიდეოც დამჭირდეს და მე მესამეც როგორც მაქვს დაყოფილი, ხო? ნიშნებში მაგალითად როგორ მუშაობს იუპიტერი. პირველ რიგში გეტყვით რა არის იუპიტერიანული ენერგია, ჩვენს რუკაში რას აჩვენებს იუპიტერი, რას მიაქციოთ თქვენ რუკაზე ან თქვენი ახლობლების რუკაზე ყურადღება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუკაში რომ ვნახავთ მაგალითად იუპიტერს და ვინახავთ სრულად ადამიანს, ხო? აქვს პოზიტიური მხარე პლანეტებს და მისი ჭრთილი ნეგატიურს არ ვიტყვი, ხო? აი ჭრთილოვანი მხარე ენერგიის აქ რომელს იყენებს ადამიანი ზუსტად არ ვიცით, ხო? ეს არის თავისუფალი არჩევანი. აქ შეიძლება დაზიანებული პლანეტით პოზიტიურად იყენებდეს, ოღონდ კრიზისები ქონდეს ადამიანს, ან სრულად ნეგატიურად იყენებდეს. ჩვენ არ ვიცით რომელს იყენებს. ანუ თუ ეხა ორ წუთში შევხედავთ ადამიანს და ვხედავთ როგორი არის, მივხვდებით, ხო? უფრო პლანეტარულ ენერგიას რა კუთხით გამოიყენებს, ხო? შესაბამისად, მაინც აი ესე რომ არ ვიცნობ ადამიანს და რუკა ვნახო და იქ ვიცოდე უკვე რა როგორ ხდება, ეს ნაკლებად რეალისტური არის, ხო? ამიტომ არის შეხვედრა მნიშვნელოვანი უკვე, როცა უკვე თერაპიულად მუშაობთ რუკაზე, შეხვედრა, დაკვირვება ადამიანზე, მისი საუბრის მოსმენა, მისი ისტორიის მოსმენა და მაქედან ხვდებით ხოლმე უკვე და თვითონაც უფრო აცნობიერებს მე ეს პლანეტარული ენერგია როგორ შეიძლება მუშაობდეს, ხო? იუპიტერი ჩვენთან შვილდოსნური ენერგია არის, აი ზოდიაქოთი შვილდოსანი რო წაიკითხოთ, იუპიტერი მართავს მშვილდოსანს. თვითონ კლასიკურ ასტროლოგიაში ეს არის გაფართოება, ეს არის სწავლა, რაღაც ახალი, ეს არის მოგზაურობის პლანეტა, ეს არის სოციალური პლანეტა, რომ სად გვაქვს რეალიზების საშუალება. პრაქტიკულ ასტროლოგიაში, ქალების რუკაში ეს არის მეუღლე, პირდაპირ, როგორი ხასიათი ექნება, როგორი პროფესია შეიძლება მეუღლეს კონდეს და იუპიტერის ასპექტებს აქვს დიდი მნიშვნელობა, უკვე ბედი მეუღლის ამას ვამბობთ ხოლმე უკვე. სხვათა შორის ორ დღეში მეწყება ასტროფსიქოლოგიის სასწავლო კურსი, ორთვიანი კურსი და მანდ უკვე დეტალურად გავივლით ამ იუპიტერიანულ ენერგიას, ყველა პლანეტას, ოღონდ უკვე პირადი რუკების მორგებით, რომ გააცნობიერონ თვითონ მოსწავლეებმა მაგალითად რა არის ეს პლანეტები, ხო, ოღონდ ფსიქოლოგიურად ჩვენში, ხო? და აი ვისაც არ აქვს მაგალითად დასწრების საშუალება, აი მათთვის უფრო ვწერ ხოლმე დამატებით ვიდეოებს განათლებას ვუწყობ ხელს ქართული ასტროლოგიური მოყვარული საზოგადოებისთვის. ნუ მე რაც გამოცდილება მაქვს იმის გაზიარებას, ესეც იუპიტერიანული სფერო არის, მეგობრებო. საერთოდ პედაგოგიკას იუპიტერი მართავს, ცოდნის გავრცელებას
უნარს სოდნის გავრცელების იუპიტერი მართავს, მაგალითად ეს ჩვეულებრივად ჩაბლონებით რო ველაპარაკოთ. ახლა მაგალითად ასტროლოგიასაც იუპიტერი მართავს, ეს არის კონსულტაციები, ეს არის, იცით როგორი რაღაცა არის, ძალიან შაბლონურად ეს არის გურუს ენერგია, ანუ ადამიანი, რომელიც ხებს რაღაცას ასწავლის. ან რჩევებს აძლევს, ხო, აი, როცა ვლაპარაკობ ხოლმე სელენა მშვილდოსანი, ფარველი ანგელოზი, როცა მშვილდოსანი შეყავთ, ან სელენა იუპიტერის შეერთება, როგორც მაგალითად ქონდა ძალიან ისეთ პოლიტიკურ ფიგურებში, როცა ეს ხდება ხოლმე, ძალიან კარგი არის, მერაბ კოსტავას ქონდა ერთ-ერთი ეს მნიშვნელოვანი შეერთება და სელენა როცა არის იუპიტერთან, აქ უკვე ღირებულებითი სისტემა ძალიან მაღალი შეიძლება ადამიანს ქონდეს. ყოველ შემთხვევაში ნათელი ენერგია ადამიანის იუპიტერის საშუალებით გამოდის, ან სწორი ღირებულებები აქვს, ან ძალიან ისეთი სულიერი მასწავლებელი შეიძლება იყოს, ან ვერჩი ქონდა მერაბ კოსტავას ყავდა და შესაბამისად ეს არის სულიერი მასწავლებელი, სულიერი გურუ, ხო, რაღაც იდეოლოგიის შემქმნელი, რაღაც ახალი პროვერძი თვითონ უკვე ხა ცოტა ისე გადავედი სხვა თემაზე, მაგრამ ესეთ მაგალითებით უფრო ესმით ხოლმე რაზე არის საერთოდ ლაპარაკი. მე ვცდილობ, რომ გაცნობიერებაში წამოვიდეს უფრო თქვენთან იუპიტერიანული ენერგია და არა უბრალოდ ინფორმაციულად ჩავიყაროთ თავში, მაგალითად ეს ChatGPT-ით შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, რომელიც იქ სხვა შეიძლება ძალიან კარგად ვამუშავებ ჩემს ვინც მოდის ხოლმე მაგალითად ან პირად რუკაზე და შემდგომ უნდათ რაღაც ასპექტებზე კიდე უფრო ჩაუღმავდნენ. ოღონდ საბაზისო თუ არ არის ChatGPT ცოტა რაღაცები შეიძლება აურიოს ხოლმე და საბაზისო ცოდნა მაინც მნიშვნელოვანია. რო იცოდნენ, რომ იქაც შეიძლება ცოტა გააბევროს GPT მაგალითად თემა, ან სად დააკლოს, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანი არის, აი თვითონ ამ პედაგოგიკაზე და ღირებულებებზე როცა ვლაპარაკობთ, როცა არის იუპიტერი ძალიან ჩართული რუკაში, ასეთ ადამიანს შეიძლება ვთქვათ, რომ იუპიტერიანელი არის, ხო? აი ადამიანი, რომელიც მიილტვის სოციუმისკენ, მას სჭირდება, რომ რაღაც ღირებულებები გაავრცელოს, რაღაც დიდი იდეები გაავრცელოს, ხო, საზოგადოებაში მაგალითად, ან ასწავლოს ვიღაცებს, ან უბრალოდ თავისთვის ზის, მოდიან მასთან და რჩევას ეკითხებიან ჩემი ვარიანტი მაგალითად. თან ძალიან მაღალ კორპუსში ვარ. Online მოდიან. მაგრამ მე მართლა არ დამიძახია არავისთვის, თვითონ მოდიან ხოლმე. ოღონდ ესე იყო ადრეც ბავშვობიდან. ეს არის უკვე ძლიერი ან იუპიტერი, ან იუპიტერიული ენერგია ძალიან ჩართული არის. და როცა არის ასპექტირებული იუპიტერი, აუცილებელი არის ადამიანმა ეს ამუშავოს, ეს იუპიტერიანული ენერგია უნდა ჩაირთოს აუცილებლად. რა ფორმით ახლა პედაგოგიკაში წავა ადამიანი სულიერ სწავლებებში იქნება, ასტროლოგიაში იქნება, იმიტომ რომ იუპიტერიანული სწავლა არის ასტროლოგია, აქ სიმბოლიზმი გამოიყენება. ჩვენთან ასტროლოგიაში ხერხს ელაპარაკოთ ვერძი, კურო, ეხლა მართლა ვერც ესეთ ენერგიებზე ხო არ არის ლაპარაკი, აქ სიმბოლიზმი არის, აი ამ ზოდიაქოს ენერგიებში არის გაერთიანებული სერიოზული არქეტიპული ენერგიები, ხო, როგორც იუნგი იყენებდა მაგალითად არქეტიპებს და ეს იყო, ძველი რაღაც ძველი ცოდნიდან, სადაც შემოდის ეს მერკური, იუპიტერი მაგალითად, ძველი ღმერთები ბჭყალებში, ხო? აი ეს არქეტიპები არის გაერთიანებული ხასიათში ჩვენთან. ასტროლოგია სიმბოლიზმი არის, ასტროლოგია სჭირდება ფართო ხედვა, გაცნობიერების, აი ზედა სურათიდან რომ დავხედავთ რაღაცებს და არა ის რომ ეხლა შენ აქ წადი, აქ არ წამოხვიდე, ხო? სიღრმისეულად ყველა სიფრთხეში არის საჭირო ადამიანის დანახვა, ფსიქოტიპის დანახვა, სამყაროს კანონების დანახვა არის აქ საჭირო. რაღაც აი ძალიან დიდი სურათი უნდა დაინახო, ხო? და ზოგს აქვს ამის უნარი, ზოგს არ აქვს, ზოგი გადამეტებულად ხედავს ყველაფერში ზედმეტად დიდ სურათს, ზოგი ძალიან დიდშიც კი რაღაც დეტალებს ეძებს, ხო? ყველასთან ინდივიდუალურია, როგორ იყენებს. ზოგს შეიძლება იუპიტერი არ უმუშავებდეს და მუშაობს იქ მერკური და მარსი ძალიან კარგად, მაგალითად, ვიღაცასთან სატურნი მუშაობს თლიანად, ხო? ყველას ის უმუშავებს, რაც სჭირდება. მაგრამ იუპიტერის პოზიტიური მხარე ეს არის დიდი მაღალი ღირებულებები. აი მაგალითად, ეხა აი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე რო ვილაპარაკოთ, ხო, სიტყვაზე ვიღაცა ჩაყვა მაგალითად რაღაც კომფორტს
რაღაც ღირებულებებზე უარი თქვა, არც ქონდა ეს ღირებულებები, აქ სუსტი იუპიტერი მუშაობს უკვე აუცილებლად და პირადად ადამიანის რუკაში, როცა არ გაქვს არანაირი მორალური ღირებულებითი სფერო, იუპიტერი ეს მორალური თემაც არის, ხო? და მე შეგიძლია კორუფციაში ჩაერთო, შეგიძლია მაგალითად პრინციპებს უღალატო და ის გააკეთო, რაც არ არის შენთვისაც სწორი, ხო, სიტყვაზე ღირებულებებში. ზოგ საერთოდ ეს გაგებაც არ აქვს საერთოდ, ხო? საერთოდ ეს ღირებულებები, ეს რწმენები საერთოდ არ უმუშავებს. სხვათა შორის ხშირად ვამბობდი ხოლმე, თავრობაში ვინც ყავს თქოს იუპიტერი ლიტის შეერთებები აქვთ, ვინც უკვე კიდე წამყვან პოზიციებში დარჩნენ და შავმთვარე როცა იუპიტერს უერთდება, ან ეს არის მებრძოლი ადამიანი, მუდმივ ოპოზიციაში მდგომი და სულ რო ებრძვის ყველა ისეთ თანამდებობის ან გავლენების მქონე პირებს, იმიტომ რომ იუპიტერი ჩვენთან სიმბოლო არის გავლენიანი ადამიანის, იქნება ეს ქვეყნის მართველი, იქნება ეს ქვეყნის წყობა, კონსტიტუციური სიტყვაზე, სამსახურებრივ დონეზე იქნება ეს რაღაც ისეთი პირი, რომელიც მართავს მთელს კომპანიას სიტყვაზე, ხო? აი ეს ენერგია ან აქეთ გადმოდის, რომ ის ებრძვის ყველა ისეთ შავ ენერგიებს, ან არასწორ მართველებს, ან პირიქით თვითონ ხდება ეგეთი. ვინ რა გზაზე დადგება, ესეც მათი არის, ხო? იმიტომ რომ არ ნიშნავს აქ შავმთვარე რომ შემოდის, რომ ადამიანს რაღაცა ღირებულებებში პრობლემა აუცილებლად ექნება. იქ ოღონდ შეიძლება ეს დაკონსერვებული იყოს და სხვებს არ აწუხებდეს, მაგრამ ან ეძებს სულ რაღაც წორს, რაღაცა ღირებულს, ხო, თავის ცხოვრებაში, ოღონდ ვერ პოულობს, რაც ჰარმონიული იუპიტერის შემთხვევაში ან ძლიერი ქსელინა იქნება მშვილდოსანში მაგალითად, ან რაღაცა ეგეთი უკვე თავის ბუნებრივად აქ არ ჭირდება ამისთვის რაღაც ზედმეტი ამბავი. წარმატება ზოგადად იუპიტერის ენერგია არის ფულიც, დიდი ფულიც, ზოგჯერ წერენ ხოლმე. ვაიმე ამ როკეტ დიდი ფული მექნება, არა ზოგჯერ ორჯერ სამჯერ აქვს მოწერილი. ჩემთვის და გავგდებული რო ვარ ხოლმე, მიკოის რატო მოდიან ესეთი კითხვით საერთოდ, ხო, ანუ ძალიან ესეთი იუპიტერის დაბალი ვიბრაციას ეძახი ხოლმე ესეთ კითხვებს, რა ფული ხალხმა. რა დროს ფული არის, აქ ღირებულებებზე ლაპარაკობ, ხო, ანუ რაში ვიყენებთ ასტროლოგიას. მაგრამ მართლა დიდი ფული ეს ყოველთვის არის იუპიტერის ენერგია. მაგალითად, აი ვარიანტი რო გითხრათ, იუპიტერი როცა მეორე სახლში ჯდება, ან უერთდება იქ ვენერას, ან პლუტონს უერთდება, ეხა ივანიშვილს რო იუპიტერი პლუტონის შეერთება აქვს, ხო? მისთვის ეს რაღაცა ბიზნეს, ესეთი პლუტონი ჩვენთან ბიზნესები არის, დიდი ბიზნესები არის, პლუტონი კრიზისები არის, კრიმინალური სამყაროც არის, სხვათა შორის პლუტონი რაღაცა კუთხით და ესეთი საკმაოდ აფართოვებს პლუტონს იუპიტერი, ხო? მაგრამ არის ერთი ძალიან მომწონს, ერთი გამოძიებელი ჟურნალისტი არის ბულგარელი, ხრისტო გროზევი, ადრეც ვამბობდი ხოლმე ამას, გამომძიებელი ჟურნალისტი იუპიტერი პლუტონის შეერთება აქვს. ან შეიძლება იყოს გამომძიებელი კრიმინალური სფეროში, მაგალითად, გამომძიებელი ჩვეულებრივი პოლიციაში შეიძლება იყოს რაღაც სერიოზული მაგალითად კრიზისების სფეროში, ან ქირურგი შეიძლება იყოს, ანუ რეალურად პროფესიაში მოვყავართ იუპიტერს ხშირად, ან პროფესიაში ვავლენთ იუპიტერის თვისებებს, იუპიტერის ხასიათს, იუპიტერის ღირებულებათა სისტემას, ხო? აი მაგალითად ახლა როცა კირჩხიბში არის იუპიტერი და ვისაც ყავს ნათალურ რუკაში იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში, მისთვის მთავარი არის აი ოჯახში რაღაც გაიუმჯობესოს ან ოჯახური ცხოვრება, მაგალითად გაალამაზოს, გააკომფორტულოს, შინაგანი სივრცე სადაც ცხოვრობს მაგალითად, ხო, მისთვის ეს ღირებული არის, ან გაუზიაროს სხვებს, მაგალითად სასტუმრო გააკეთოს, ანუ რაღაცა შინაგანი ღირებულება მაქვს, ის შეიძლება პროფესიათაც ვაქციო მე. აი ეს არის, თორე უბრალოდ აი პროფესია მომივიდა თავში და წავალ ხა იუპიტერი კურო შეიძლება იყოს ძალიან კარგი ან ხელოვნების სფეროში, შეიძლება იყოს აგრონომი, მაგალითად სიტყვაზე რესტორანი გააკეთოს, როცა რაღაცა ღირებულებითი სისტემა შიგნით მაქვს, იმის რეალიზებას ვახდენ სოციუმში.
აი ეს უნდა დაიჭიროთ, როცა თქვენ იუპიტერს ხედავთ, ეხლა მე მაგალითად სასწორში მყავს იუპიტერი და ჩემთვის თავარი ღირებულება. ეს არის ჰარმონია, ეს არის სილამაზე, სხვათა შორის, სილამაზე ურთიერთობებშიც. როგორც კი რაღაც ისეთ უტაქტო კულტურო რაღაცას წავაწყდები ხოლმე, ძალიან გაკურებული ვარ ხოლმე, ხო? იმიტომ რომ აი ეს ღირებულებითი სისტემა იუპიტერი გვაძლევს ამას. რა ღირებულებას ვატარებთ, რომ უნდა იყოს ჰარმონია, უნდა იყოს სიმშვიდე, უნდა იყოს ურთიერთგაგება, აი ყველა წერტილის, აი რომ მოდიან ხოლმე ჩემთან და ყვებიან სხვადასხვა ადამიანებზე, მაგალითად რაღაც შინაგანი პრობლემები აქვს, აი არ არის აქ რომ ვინმე სწორია, ვინმე არ სწორი, ყველას დანახვა შეგვიძლია იუპიტერი მეშვიდე სახლში, ვისაც აყავს მაგალითად ან სასწორში, ყველას გაგება რომ შეგიძლია, ყველა წერტილიდან შეგიძლია და აი ნახო რაღაც ყველას თავისი სიმართლე რო აქვს, ხო? აი ეს არის რაღაც შინაგანი ღირებულება, რომელიც მე ამ პროფესიაში იშლება, ან გეხმარება პროფესიაში მაგალითად, ხო? გაძლევს განვითარებას, სულიერ განვითარებას, ეხლა იუპიტერი ვერძი სალომე ზურაბიშვილზე რო ვილაპარაკე ადრეც, რაც უფრო დამოუკიდებელი, რაც უფრო პირდაპირ იქნება, მით უფრო უმართლებს, უფრო უყვარს ხალხს, ხო? სიტყვაზე. ეხლა ვიღაცებს შეიძლება არ უყვარდეთ იქ პროპაგანდა და ამბები მუშაობს ამისთვის ძალიან კარგად და ძალიან დიდი ფული იხარჯება მაგაში, რომ ეს კარგად იმუშაოს და შეიფუთოს, მაგრამ მაინც იდეაში იუპიტერი აქ ძალიან კარგად მუშაობს, ხო? ეს პირდაპირობა, გამოყოფა ყველასგან, აი სასწორი თუ მიისწრაფის გაერთიანდეს, აი იმას გავუგო, ამას გავუგო, იმას გავუწიო ანგარიში, ამას გავუწიო ანგარიში, ვერცი პირიქით მუშაობს. არავინ არ მაინტერესებს, პირდაპირ მივდივარ ჩემს გზაზე. შესაბამისად, უფრო უმართლებს. იუპიტერი სასწორმა რო იგივე გააკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ მე ვერცი მყავს აქტიური კიდევ და ეს პირდაპირობაც ახასიათებს, არა? კარიერულად უფრო უმართლებს, ვერც მაგალითად აი ესე პირდაპირ დამოუკიდებლად არავის რო არ ეკითხება არაფერს და საერთოდ მარტოხელა ლიდერი რო არის, არა იუპიტერი ლომივით ჯგუფი რომ იყავს თან, არამედ მარტოხელა ლიდერი რო არის, ხო, თავისთვის არავისთან არ აკეთებს ალიანსებს, მარტო არის. მის კარიერაში ძალიან კარგად ჩანს და აი ამაში არის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ სასწორში ყავს სატურნი და სატურნი ეს საკმაოდ ისეთი მყარი დიპლომატიაში სატურნმა მოიყვანა, აქვს შინაგანი ეს დიპლომატიურობა, იმას მოვერგო, ამას მოვერგო, მაგრამ მაინც კარიერაში ამბოხებული იყო, ყოველთვის ყველასთან იყო არამედ ცალკე. მე თქვენ არ გეთანხმებით, ცალკე წავალ. ეს ვერძული იუპიტერის თემა არის. შესაბამისად, აი ეს მისი სასწორი და ვერძი ყოველთვის ესე თამაშობდა ხოლმე. გარკვეულწილად მე ჩემი აზრით ძალიან კარგად იყენებდა ორივე ენერგიას, იდეალურად იყენებდა. საჭირო იყო იქ დიპლომატია იყო, სადაც არ იყო საჭირო იქ იუპიტერი იყო, ხო? ვერძი. ესე მუშაობს იუპიტერი, მეგობრებო, პრაქტიკული თვალსაზრისით. ეს არის კარიერული ხედვა, ხო? აი კარიერაში, პრაქტიკულ ცხოვრებაში როგორ ვიყენებთ ამას მაგალითად, აი ამ ენერგიას. მაგრამ არის ჩრდილოვანი მხარეც, ოღონდ უკვე ხასიათი რო ავიღოთ, მეგობრებო, და მისი შინაგანი დინებები, რომელიც უკვე ადამიანის პიროვნულ ხასიათობრივ, აი რაღაც ცხოვრებისეულ პრობლემებში რო შეიძლება გადავიდეს. იუპიტერი რადგან გურუების ენერგია არის, ეს არის რელიგიები, ფილოსოფიები, ახლა ვისაც ჩვილდოსანში ყავს იუპიტერი, მაგალითად აინტერესებთ, ან უბრალოდ ჩვილდოსანში აქტიური პლანეტები შეიძლება კარმული მისია გქონდეს, ხო, აღმავალი კარმული კვანძი. მან შეიძლება იყოს, რომ აი ყველანაირი რელიგია მაინტერესეს, ფილოსოფიით ინტერესები, მაგალითად, ხო, ან რაღაც უფრო დიდი მაინტერესებს, მოგზაურობები მაინტერესებს, მინდა გავიგო ყველას კულტურა. მინდა გავიგო სამყარო რაღაც უფრო დიდი რო არის, ვიდრე აქ ვიწრო ქალაქში რო ვხედავ. ეს სუფთა იუპიტერიანული ენერგია არის და შესაბამისად აი ამ მიმართულებით იუპიტერი უკვე ხასიათობრივად, ხო? ანუ შილდოსნის ენერგიაც პლუს რო ავიღოთ, ხო? აი ამ მიმართულებით ძალიან კარგად მიდის, რომ მე გაფართოება მინდა, მე ფილოსოფია მაინტერესებს, შესაბამისად ან ასტროლოგიით ინტერესდებიან, ან მაგალითად ვედური პრაქტიკებით ინტერესდებიან, იოგათ ინტერესდებიან, აღმოსავლური კულტურა ზოგადად, ის აღმოსავლეთი არა, უფრო ბუდისტურ აღმოსავლეთს გულისხმობ. ამ შემთხვევაში ის უფრო პლუტონური ენერგია არის. აქეთ არის უფრო იუპიტერიანული ენერგია. ნეპტუნური არის მაინც ქრისტიანობა, მაინც უფრო, თუმცა აღმოსავლური, აი ბუდიზმი, კრიშნაიზმი მაგალითად, სხვათა შორის
კაბალისტიკაც და ეს ყველაფერიც შილდოსნური ენერგია არის, მაინც იუპიტერიანული ენერგია არის და ხშირად ინტერესდებიან ხოლმე ამ თემებით. ახლა მე მახსოვს 11-12 წლის ვიყავი უკვე, რომ ამ ყველაფერს ვკითხულობდი ხოლმე, ისე მაინტერესებდა, ეს რელიგიური თემები ძალიან მაინტერესებდა, უფრო ფილოსოფიურ რელიგიას გულისხმობდა არა ხა იმის წაკითხვა ყურანის ან ახალი აღქმის, მიუხედავად იმისა, რომ ეგენიც წაკითხული მქონდა, მაინც უფრო ფილოსოფიური ესე ზედასურათიდან თემები მაინტერესებდა ხოლმე. ხა შეს ოჯახიც ხელს მიწყობდა, ყველა მეცხრე სახლის ელენები ვართ. მშობლებით სხვათა შორის და სულ რაღაც საინტერესო წიგნები გქონდა ხოლმე სახლში და სულ რაღაც საინტერესო თემებზე ყვებოდნენ ხოლმე. ეს იუპიტერიანული ენერგია არის ეს ყველაფერი. ანუ თუ ჩვენ გვაქვს ინტერესი გავაფართოთ ცნობიერება და შეიძლება ხა კარიერაში ფილოსოფოსი ან რელიგიის მცოდნე არ გამოვიდეს ადამიანი, მაგრამ კონდეს განვითარების სურვილი, სულ რაღაც ახალი მინდა ვისწავლო, სულ რაღაც ახალი რაღაც სამყარო მინდა აღმოვაჩინო. მოგზაურები ადრე იუპიტერიანელები იყვნენ, ეს არის გაფართოება ცნობიერებს, აბა იქით რა ხდება, აბა იმ სამყაროში რა ხდება. აი ამას რო გავწდები იქ, აი ჰორიზონტს რო უყურებ, მუდმივად. ეს არის იუპიტერიანული ენერგია, მეგობრებო, როცა სულ სწავლა გინდა, სულ რაღაცა გაინტერესებს. ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ხოლმე ვიღაცა ან კარგი ლექტორი თუ იქნებოდა, ოღონდ ეს არის ვილიამ შერდი. იქ სატურნი მყავს და ესე ადვილი არ არის ჩემი რაღაც სასწავლო თემაში ჩათრევა. ძალიან მაღალ სტანდარტზე უნდა იყოს ლექტორი, უხვი ინფორმაციის მქონე და გააზრების უნარით რომ დამაინტერესოს. და ეს ხო ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის რაღაც ახალი წინგს აღმოვაჩენ, ახალ პროფესიაში თუ შევალ, ახალი რაღაცები, ეს არის იუპიტერიანული ენერგია. ამიტომ არ არის აქ მნიშვნელოვანი რომ ეხლა გქონდეს როგორც პროფესია. ეხლა როგორც პიროვნულ განვითარებაზე ვლაპარაკოთ, ადამიანი რომელიც მუდმივად მზად არის რაღაც ახალი ისწავლოს, მასში იუპიტერი აქტიური არის. შეიძლება ორი ადამიანი ავიღოთ ერთნაირი ასპექტებით იუპიტერის და ერთი ის იუპიტერს ეძინოს, მეორე იყოს ძალიან, მოდი ესე ვთქვათ, მოხდილი. ამიტომ თქვენ თუ გააქვთ ეს ცნობის მოყვარეობა, აი ხა ვინც ჩემ არხზე არის, ყველაც რაღაც ახალი აინტერესებს, ისე არავინ არ მოდის, მაგრამ მაინც ჩემი არხი იქნება თუ ჩემი Facebook-ი თუ ასე შემდეგ, ყველა სოციალურ პლატფორმაზე ვარ. მე რა მეხმარებიან თორე, მაგრამ ეს არ ახლა ისეთი რაღაცები. და შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენი იუპიტერის ენერგიას, რომ აი ეს კი მე გაფართოება მინდა, მე რაღაც ცოდნის მიღება მინდა, მე სულ რაღაც ახალი მაინტერესებს, ან ადამიანი, რომელიც ძალიან ჩაკეტილია, ხშირად ვამბობდი ხოლმე, ყველაზე ნეგატიურად. იუპიტერი ლილიტი თუ ერთად არიან, მეცხრე სახლის შავი მთვარე, ან შვილდოსანი შავი მთვარე. ორი უკიდურესობა, ან სულ რაღაცა სწავლობენ, ოღონდ სულ გონიათ, რომ არ არის საკმარისი იციან და ცოდნა რაღაცა დიდი ესეთი დრამა არის მათთვის, მიუღწეველი, ამ დროს არიან მან, ოღონდ გონიათ, რომ არ არიან. ან მეორე უკიდურესობა, საერთოდ ჩაკეტილი უყურებ ადამიანს და სამყაროშია ჩაკეტილი. არაფერი არ აინტერესებს, ლიტი მეცხრე სახლიც მემყოლია ორივე კატეგორია, ან სულ რო გაფართოება უნდა, ან სულ მელაპარაკება და საერთოდ არ ესმის, რას ვეუბნები, ან რა პირად ურთიერთობებშიც ახლობლურადაც, აი შეიძლება საერთოდ ყოლია ლილიტი მეცხრე სახლელები, ან იუპიტერთან შეერთებაში და საერთოდ რო ვერ მიყენებდნენ, ანუ გამოყენებას გულისხმობ, რომ რამდენი რამე შემეძლო, ვთქვათ, რაღაც გამეზიარებინა, არ აინტერესებდათ საერთოდ, ეს არის ჩაკეტილი ენერგია მთლიანად, ხო? ან იუპიტერი, როდესაც, უბრალოდ მიგდებული აქვს ადამიანს, ესე რომ ვთქვათ, ეს არის ჩაკეტილი ენერგია. კიდევ ფსიქოლოგიურ ფაქტორში იუპიტერს ვიყენებთ როგორც რწმენა, როგორც ოპტიმიზმი, ყველაზე მთავარი, სადმაკ მე ოპტიმიზმი, რომ ყველაფერი კარგად გამოვა, ხო? მაგალითად, ვისაც იუპიტერი ყავს მეორე სახლში, სულ აქ განცდა, რომ შემოსავალი იქნება, სტაბილურობა იქნება, მე ბევრი რამე შემიძლია, იმიტომ რომ ეს არის საკუთარი რესურსების გამოყენებაც, ყველაფერი კარგად იქნება მაგალითად, ხო? თუ არის აქ პირიქით ნეგატიური პლანეტები, სატურნი მაგალითად, შეიძლება იყოს პესიმიზმი. არა, აი რაღაცა ზღვარი არსებობს სატურნის შემთხვევაში. ამის იქით ან არ მინდა, ან არ იქნება. იუპიტერი პირიქით ბევრია ყველაფერი, იქნება, ოღონდ აი ძალიან უკვე ფსიქოლოგიურად რო შევხედოთ, ეს არის შინაგანი
გადიდება ყველაფრის მეგობრებო და ხშირად იუპიტერს ძალიან ბევრი ნეგატივის მოტანაც შეუძლია. აი ამაზე არ არის ხოლმე დიდად აქცენტირება გაკეთებული. და მაგალითად არის ასპექტები, თუ არა ან მზე, უფრო მზესთან გამოკვეთილად ნეგატიური ასპექტი იუპიტერის, რომ ადამიანს კონდეს განცდა გაადიდოს თავისი თავი. თავისი მნიშვნელობა გაადიდოს. მე ძალიან მაგარი ვარ, მე ყველაფერი შემიძლია. მე უპირობოდ ისედაც უნდა მაქებდნენ, ვუყვარდე, ყველაფერი უნდა იყოს. ან ცოტა ნარცისული ტიპაჟი შეიძლება იყოს. აი, გადიდება, საკუთარი ეგოსი, საკუთარი შესაძლებლობების, ან მე მეკუთვნის ისე რა, რომ არაფერი არ გავაკეთო. ხშირად არის ზუსტად ეს ფაქტორი, ან პირიქით, მაგის სიღრმეში ძალიან დიდი თვითკრიტიკაც არის რაღაც დონეზე, მაგრამ იუპიტერის ნეგატივი ეს არის, რომ ამ ადამიანს აქ განცდა, რომ ის უპირობოდ იმსახურებს ყველაფერს, მაგრამ ამის მეუხედავად, მაინც ახასიათებს იუპიტერს გულუხვობა, გახსნილობა, აი შეუძლია ადამიანს უბრალოდ აი თავის რესურსები გაანიავოს, იქნება ეს ფინანსური, ემოციური იქნება, შეიძლება ბევრი ემოცია ჩადოს ფარე იუპიტერზე, როცა ლაპარაკობთ, ხო? რაღაც საკითხებში, ან დიდი მოლოდინები კონდეს რაღაცეებისგან, ვენერასთან ძალიან დიდი მოთხოვნილება, სიყვარულის, ან გრძნობების გამოხატვის, ან გადიდება ამ გრძნობების უსაშველოდ ზოგჯერ, ხა შეიძლება ესე გამოვლინდეს. ანუ იუპიტერიანელი მეგობრებო, ხშირად ცინის, ხშირად ბედნიერი შეიძლება იყოს, ხშირად გამზიარებელი შეიძლება იყოს, ან პირიქით, არის აქ უკვე მეორე მხარე, ჩრდილოვანი მხარე იუპიტერის, პოზიტივში თუ შევხედავთ, ეს ანიავებს რესურსებს, ან პირადს, ან ემოციურს, ან მაგალითად იმს, რომ რატომ მეტი და მეტი არ მაქვს, ამაში ძდებს, ამ მოლოდინებშიც ბევრ ენერგიას, მაგრამ მეორე მისი ნეგატიური მხარე შეიძლება იყოს პირიქით, რომ ადამიანი იყოს სერიოზულად ძუნწი, სერიოზულად მომხვეჭელი, რომ აქეთ მე მინდა ყველაფერი მქონდეს განსაკუთრებით ნეგატიურად, აი შამთვარე არ მოყარს ხოლმე იუპიტერთან, მაგიტომ რომ ან პირიქით იქით არიან, რომ აი მე სამართლიანობისთვის უნდა ვიბრძოლო, იუპიტერი ეს ასევე კანონები არის, უზენაესი კანონები, ახლა უმაღლესი გაგებით, სამყაროს კანონები არის ეს, სულიერი კანონები არის და სახელმწიფო დონეზე ეს არის ჩვეულებრივ კანონი, საკანონმდებლო ორგანო, ხშირად მაგიტომ იურისტები გამოდიან ხოლმე იუპიტერი, აქტიური იუპიტერი, ვისაც აყავთ იურისტების მფარველ პლანეტასაც ეძახიან ხოლმე. ასევე პოლიტიკის მფარველსაც, იმიტომ რომ იქ წესი და რიგით დიდი სურათი უნდა დაინახა და არა ორღობის დონეზე პოლიტიკა, მაგრამ და სამწუხაროდ ახლა ესე არ არის ხოლმე ყველაფერი. და იუპიტერი ასევე ეს არის, როდესაც მე შეიძლება სერიოზულად გამოვავლინო მომხვეჭელობა, მეტი და მეტი მინდა. შეიძლება გავადიდო ისე ჩემი თავის მნიშვნელობა, რომ რეალობასთან კონტაქტი დავკარგო საერთოდ. აქტიური ნარცისიზმიც მოდის ხოლმე არასწორი იუპიტერული ენერგიის გამოყენებისგან. მე რომ უნდა გავადიდო ჩემი თავის ხათაშორის ეს ლომური ენერგიაც არის გარკვეულწილად ეგო ფუნქცია როცა არის, მაგრამ იუპიტერი არის ერთ-ერთი, რომელიც ადიდებს ამ ყველაფერს. ჯანმრთელობაზე ძალიან აქტიურად მოქმედებს იუპიტერი, ეს, პირველ რიგში ეს ღვიძლი არის, ჰორმონალური სისტემა არის, ვისაც დაზიანებული იუპიტერი ყავს, ან ხა ესეთი ცოტა არ ვიყენებთ. ერთ-ერთი ძალიან ცუდ ვერსიაში სიმსივნური წარმონაქმნები არის, იმიტომ რომ იუპიტერი ადიდებს ყველაფერს და როცა ჩვენ გარეთ ვერ ვდიდდებით, შიგნით იწყება პროცესი გადიდების, ხო, ეს წამონაზარდები, კისტები, ეს ფიბრომები რო აქვთ ქალებს, ან რაღაცები, რაც ორგანიზმში არასწორად იზრდება, ეს ჩვენთან იუპიტერი არის. ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე, რომ პლუტონი არის სიმსივნეები და ზოგადად კი პლუტონიც უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ხშირად იუპიტერს აქვს ეს და პირველი სიგნალი ის არის, რომ მე არ გამოვიყენე სადღაც იუპიტერიანული ენერგია, არ გავფართოვდი სოციუმში, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, ხო? იმიტომ რომ ხალხში რომ გავიტანოთ ის ღირებულება და სისტემა, რაც გვაქვს და სასარგებლო ვიყოთ სოციუმისთვის, აქ იუპიტერის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ყავს იმის მიხედვით, მაგალითად, ხო? ვის როგორ შეგვიძლია ისე. და რაც უფრო დაკვადრატებული არის, მით უფრო აქტიურად უნდა იყოს ადამიანი ჩართული იუპიტერის ენერგიაში.
მით უფრო ავრცელებდეს ან განათლებას, ან სწავლის სფეროში იყოს, მაგალითად, სწავლის სფერო არ გულისხმობ გეუბნებით მარტო პროფესიულად, ხო? შეიძლება ადამიანებში რაღაცა გაქონდეს, ვკითხულობდეთ წიგნებს, რაღაც ვაფართოებდეთ ცნობიერებას, ვითარდებოდეთ, ხო? და როცა არის ცოტა სიმსივნური პროცესები, იქ რაღაცა მოხდა, ახლა მე ძალიან შაბლონურად გიყვებით, მან ძალიან ბევრი რამე არის ჩართული ზოგადად. ღვიძლის პრობლემები, მაგალითად, პირდაპირ იუპიტერს უკავშირდება რაღაც ნაკლები ოპტიმიზმი იყო პლუს ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება აი იუპიტერი როცა არის ვენერასთან ახლოს ასწორი იქნება თუ კუროს ენერგია თუ მეორე სახლი იქნება შეიძლება აქ ჰორმონალური პრობლემები იყოს, ყელის პრობლემები იყოს მაგალითად, ხო? როგორც თვით გამოხატვის პრობლემა. ოღონდ ამ შემთხვევაში აღარ უნდა იყენებდეს ადამიანი იუპიტერის ენერგიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მანდაც დასაკვირვებელი არის, აი უფრო თერაპიულად არის დასაკვირვებელი. ვართ ამ იუპიტერთან კონტაქტზე, რაზეც ახლა რომელ ნიშანშიც გვყავს, ხო, მაგალითად, ხო, თქვენ ნახოთ იქ რა ასპექტები აქვს იუპიტერს. ყველაზე კარგი არის მეგობრებო, აი ვინც ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს ასტროლოგიას, ხო, თითო პლანეტა მოიჩემოთ. წახვიდეთ ჯერ პლანეტა ნახოთ ნიშანში. ChatGPT-შიც შეგიძლიათ ძალიან კარგად ელაპარაკოთ მაგალითად. და მე როგორც სასწორული კულტურული ადამიანი დიდი მადლობა რომ ვეუბნები ხოლმე GPT-ს იმხელა ტექსტებს წერს აღარ გაათავებს ხოლმე მე ლაპარაკს რა კარგი გოგო ხარ და მადლობა და მე მეხდი რობოტს რა ელაპარაკე ეს ემოციურად მეთქი და სასაცილოა მაგრამ ნუ მადლობის გარეშეც ისეც რომ დაელაპარაკო ძალიან ბევრ რაღაცებს გეტყვით და შესაბამისად, აი თქვა, აი ამოიჩემოთ იუპიტერი ამ ნიშანში მყავს. დაგიწყებთ მოყოლას. აბა თუ შეგიძლია კიდევ უფრო განმარტო უკვე ამ სახლში. მე ამასაც აკიხსნით. ჩემი რჩევა არის ასევე უფრო ჯერ საიტებზე ნახოთ სტატიები, უცხო ენებზე უკეთესი არის შეგიძლიათ და ეს თარგმნოთ, ChatGPT-ს ათარგმნინოთ თუნდაც მაგალითად ეს უცხო ენებზე სტატიები. ციგნებიდან არის ხოლმე ხშირად ეს სტატიები გაკეთებული და ძალიან საინტერესო არის. ამავე დროს დაიწყოთ უკვე მერე ჩართვა პლანეტებთან მაგალითად, მაგრამ ეხლა მე რასაც მოგიყვებით, ეს თუ არ დაამატეთ, ესენი არ წერია მაინც-ამაინც. ეხლა მე იმდენი ინფორმაციის ნაზავს გეუბნებით, მე თვითონ რომ აღარც მახსოვს სად რა წავიკითხე. თან ამას ვკითხულობ 15 წლის მანძილზე. ას ყველა ასტროლოგია ახალ-ახალი ციგნებიდან მაგალითად, ხო? და მე ამას თერაპიულ პრაქტიკაში ვდებ, მე სხვებთან მუშაობ ამ იუპიტერზე, იქაც სწავლობ, თქვათ, ეს ხო პრაქტიკული სფერო არის ასტროლოგია ხარ, რაც არ უნდა შენ ის თეორიაში კარგად იყო, პრაქტიკა იძლევა ყველაზე მეტ ცოდნას, ხო? და მე ამ პრაქტიკაში კიდე ახალ რაღაცებს ხვდები და ამის მთელ დიდ ნაზავს გიყვებით, ხო, თქვენ, რომ აი რას დააკვირდეთ აქ, ხო? თუ ადამიანი არის, აი ძალიან დაბალი ღირებულებების ხან მარტო საჭმელი რა ინტერესებს მეტი არაფერი. კარგად ვიყო, კარგად სვა, კარგად ჭამო, მეტი ეს არის იუპიტერი გათიშულია ფაქტიურად აქ მისი ღირებულებათა სისტემა ძალიან წირი არის, ძალიან დაბალი არის, ყოფი ცხოვრებაზე ვინც არის ორიენტირებული და რაც უფრო იუპიტერი ძლიერად მუშაობს რუკაში, მით უფრო ადამიანს აქვს კარმულ დონეზე ვამბობთ ხოლმე გამოცდილება უფრო მეტი, უფრო სულიერად ბრძენი არის ეს ადამიანი, უფრო ამას ვიტყვით, ანუ შინაგანი სიბრძნე ყოველთვის იუპიტერთან არის კავშირში. და როცა არ არის იუპიტერი აქტიურად, კარგად, მაგალითად, ხო? და იყენებს ადამიანი, როგორც მე მინდა გავადიდო ჩემი თავის მუშაობა, ეს რეალობას ცილდება. ესე იგი, სულს აკლია სიბრძნე. აი სიბრძნე სატურნულსაც აქვს, სატურნულ ენერგიასაც, სულიერი სიბრძნე, ოღონდ პრაქტიკული სიბრძნე არის და იუპიტერი უფრო სულიერი სიბრძნე არის, რომელიც აი ღირებულებებთან არის ძალიან კავშირში. ხო, ხა მე თუ რაღაცებს ვადიდებ და რაღაცადღაც დაუფრინავ, ეს აღარ არის უკვე, ხო, ესეთი მყარი იუპიტერიანული ენერგია. მისი კიდე ერთ-ერთი პრობლემა არის ხოლმე, ან ვისაც ბევრი პლანეტები ყავს შულდოსანში, ადიდებს ყველაფერს გკითხარით, შეიძლება იყოს წონის პრობლემებიც, განსაკუთრებით ვენერასთან როცა არის ასპექტირებული, შეიძლება გაადიდოს
ადამიანი, ანუ მე თუ შიგნით ვერ ვდიდდები ფიზიკურად უნდა გავდიდდე, ან ყველამ დაინახეთ მე როგორი დიდი ვარ, ზოგჯერ არის ხოლმე. სხვა შორის იუპიტერი როცა პირველ სახში არის მაღაზიაც ამბობენ ეს, იმიტომ რომ ფიზიკურობას ადიდებს, თუმცა ვერ გეტყვით რომ ეხლა მაგ სახლის მქონე იუპიტერიანელები წონაში პრობლემით მე მინახავს. ეს არის ძალიან ისეთი სხვადასხვანაირი მდებარეობები არის საჭირო და ფსიქოლოგიური ფაქტორები არის საჭირო ამავე დროს, მაგრამ ზოგადად იუპიტერი ყველაფერს ადიდებს. ან ეგოს ადიდებს მზესთან მაგალითად, თუ არის შეერთება ეს იღბალიც არის ადამიანი, იღბლიანად ცვლის თავს, მაგრამ 50-50-ზე არის. მიუხედავად იმისა, რომ მაინც შეერთებას 50 კარგი პროცენტი აქვს, შეერთების გარეშე ოპოზიცია კვადრატურა ეს ცალსახად უკვე რაღაცის ეგოს გადიდება არის, საკუთარი თავის მნიშვნელობის გადიდება არის, ან არადეკვატურობა. სადღაც მგონია, აი იმას რაღაც დავგეგმო და მე ამისთვის არაფერი არ გავაკეთე, მაგრამ მინდოდეს რომ გამოვიდეს ეს საქმე. ხო, ანუ მაინც არაადეკვატურობასთან, ილუზიებთან გვაქვს ხშირად კავშირი, ოღონდ არა ნეპტუნური ილუზიებთან, იუპიტერს კიდე ცალკე ილუზიები ახასიათებს ხოლმე, ხო? ეხლა აქ უნდა გავაჩეროთ, მეგობრებო, იმედია რაღაცეები კიდე უფრო კარგად გაერკვიეთ. შემდეგ უკვე ნიშნებზე რო გადავალ, აღწერას იუპიტერის სახლებით და პლანეტებით, ხო? პლანეტებით მეთქბოდიშით ნიშნებით, კიდე უფრო ნენელა თქვენი იუპიტერი შეიძლება კარგად იპოვოთ. მე ძალიან ისე ვცდილობ ხოლმე მოკლედ, ეხლა მოკლედ ხოდა, თითქმის 40 წუთი არის უკვე ვლაპარაკობ, ჯერ მარტო ახასიათებას იუპიტერის. თუმცა ახლა ჩემთან სკოლაში ეს განსხვავება არის ხოლმე, რომ შეიძლება 15 წუთი ვილაპარაკო 20 წუთი იუპიტერზე და მე დანარჩენი პრაქტიკა დავიწყოთ უკვე და ასპექტებით, უფრო ისტორიებით, მოსმენით ისტორიების უფრო გააცნობიერონ ადამიანებმა, ან დავეხმარო ხოლმე, მაგალითად საკუთარი იუპიტერი დაიჭიროს. იქ მაგალითებს უყვები, ჩემს მაგალითად ყვები ხოლმე, რომ გააცნობიერონ, უკვე იგრძნო, უნდა იგრძნო პლანეტა სხვანაირად ის მასთან კონტაქტი ვერ ხერხდება, ხო? და ეს რუკა ჩვენ გვეხმარება საკუთარი თავი აი ისე დავალაგოთ ყველგანს, აი ყველა სფეროში გავაცნობიეროთ საკუთარი თავი და აი ამ გაფართოებას იუპიტერი ძალიან კარგად იძლევა, აი ამ სწავლის პროცესს ძალიან კარგად იძლევა. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო, მეგობრებო, შემდეგში კიდე უკვე ვრცელ ესეთ მთელ ციკლს შემოგთავაზებთ იუპიტერულ ენერგიაზე და მე გადავალთ უკვე სატურნზე და ესე ვეცდები ნენელა კიდე უფრო ჩაგიშალოთ. იცით რა არის, აი ხაგანებით როცა ადამიანთან ლაპარაკობ ხოლმე, თუნდაც ან სკოლაში როცა ლაპარაკობდი, აი რომელიღაც პლანეტაზე, მე იმდენი არის მოსაყოლი, იმდენი არის. შემდეგ სკოლაში კიდე საერთოდ სხვანაირად ყვები ხოლმე. კიდე სხვადასხვანაირად, აი ძალიან დიდი თემა არის თითო პლანეტა, იმხელა ინფორმაციას მოიცავს და ძალიან რთული არის ხოლმე ერთ ჩართვაზე ან ერთ შეხვედრაზე ამის გაზიარება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საბაზისო, რომელიც ნაკლებად წერია ლიტერატურებში, მე მგონია რომ გადმოგეცით და ველოდები ხოლმე თქვენს კომენტარებს, თქვენ და ლაიქებებს, რომელიც ვაიცავით არ არის ხოლმე აქტიური, მაგრამ ესეც არ აუშავს. გემშვიდობებით და ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს, რა გაინტერესებთ, როგორ მოგწონთ ეს ვიდეოები, რას იგებთ, რას ვერ იგებთ და წარმატებები თქვენ ბედნიერად.